მე ირაკლი ვარ ჩარკვიანი. ჩემი მსმენელია სრულიად საქართველოს და უკრავ სიმღერებს. I'm a songwriter. დღეს ყველასათვის საყვარელი პოეტისა და მუსიკოსის გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა. საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ საყვარელი მომღერალი კიდევ ერთხელ გაიხსენა. ირაკლი ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული რომანი მშვიდით სურვა 8 წლის შემდეგ მკითხველის უდიდესი თხოვნით ხელახლა გამოიცა. ეს რომანი რამის ზეპირად ვიცი პირადად მე, მაგრამ ძალიან საინტერესო მოსაზრებებს მოვისმენთ თვითონ დღეს ფილოსოფოსების და მწერლების ამ წიგნთან დაკავშირებით. რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. გაანალიზება ამ რომანის მკითხველისთვისაც რა თქმა უნდა საინტერესო იქნება. წიგნის პრეზენტაციაზე თავი უამრავმა ადამიანმა მოიყარა. მომღერლის ახლობლებთან ერთად იყვნენ მისი თაყვანისმცემლებიც. გამომცემლობა ინტელექტმა ჩარკვიანის საყვარელ მკითხველს მშვიდით სურვის ახლებური ვერსია შესთავაზა. წიგნი გაფორმებულია საოჯახო არქივში დაცული ფოტოებით, რომლის დიდი ნაწილიც ქართული საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი იყო. ყოველი რაღაც ინფორმაცია ირაკლის შესახებ ეს მისი დაბრუნებაა ჩვენთვის. ეს წიგნია ნამდვილი ისეთი რთული დრამა მისი და მისი თაობის ცხოვრების დიალოგიცა, იცით, როცა ვკითხულობ, მგონია რომ მელაპარაკება ირაკლი. მშვიდსურვაში ჩარკვიანი მკითხველს საკუთარ ისტორიას გულახდილად უყვება. საბჭოთა კავშირისგან თავის დაღწევა, ქართველი ახალგაზრდობა და ნარკოტიკი. ეს ის პრობლემებია, რომლებსაც ავტორი თავისებური ხედვით გადმოსცემს. ესაა წიგნი 53 წლის ასაკში დაბადებულ მეფეზე, რომელსაც სურს, რომ მისი ცხოვრება მშვიდსურვას გავდეს. ძალიან მიხარია ეს ყველაფერი და დაფასდა და ძალიან კარგია, რა ვიცი, თვითონ ირაკლი ასე ფიქრობდა, ალბათ ბედნიერი იქნებოდა. ყველაზე არაორდინალური, შინაგანად მეამბოხე, ყველაზე უცნაური და ნიჭიერი ირაკლი ჩარკვიანი დღეს 53 წლის იქნებოდა. მისი გარდაცვალებაც ისეთივე უცნაური და მოულოდნელი იყო, როგორც თავად მისი ცხოვრება. უამრავი ლექსისა და სიმღერის ავტორი დღეს უკვე თავის საყვარელ მკითხველსა და მსმენელში აგრძელებს ცხოვრებას.